ზამთრის ბუნიობა კი ბატონო. მადლობა. ზამთრის ბუნიობა ყოველწლიურად 21 დეკემბერს ხდება. ამ დღიდან დღე მატებას იწყებს და ეს გრძელდება 21 ივნისამდე, ანუ ზაფხულის ბუნიობამდე, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე ფიქსირდება. ზამთრის ბუნიობა ასტროლოგიური ზამთრის დასაწყისად ითვლება. მეც ამ თემის შესახებ ვინ თუ არა ბატონი მიხეილ ცაგარელი მოგესალმებით. ჩემთვის უკვე დღემშვიდობისა, ზოგიერთისთვის დილამშვიდობისა, όλე კარგი სურვით პირველ რიგში და მზებუდობა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის საკრალური დღე. 4 გვაქვს ესეთი წლის განმავლობაში. ეს არის ზაფხულის და ზამთრის მზებუდება და ეს არის ასევე დღეღამტოლობა. 4 განსაკუთრებული დღე, როცა 4 სტიქიასთან არის კავშირი მზისა განსაკუთრებული და ეს 4 სტიქი არის ის, რისგან ადამიანი შედგება. მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი. ეს არის მთლიანი ჩვენი ფიზიოლოგია და ანატომიური ელემენტები, მოდი ასე ვთქვათ. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მას? საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, მათ შორის ძალიან კარგი იქნება ჩემო კარგო მაგ თემასაც თუ შევეხებით. რატო? იმიტომ რომ საქართველოში აცილებდნენ ძველ წელიწადს ყოველთვის 21-ში. და იყო სპეციალური რიტუალი, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც არსებობს ეგრეთ წოდებული კოსმური პორტალი, კარიბჭე, მოდი ასე ვთქვათ, ხო? რომელიც გარკვეულ პერიოდებში გეომანტიური ზეგავლენის შედეგად იხსნება და შემოყავს ძალიან დიდი სასიკეთო ენერგია სამყაროში, ჩვენს მატერიალურ სამყაროში. აი ამ ენერგიის გამოყენება აუცილებელი და ეს ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და რა მნიშვნელობა აქვს იცოდნენ. წარმოიდგინეთ, მზე ზოდიაქურ წრეზე გადის მთელ წრეს წლის განმავლობაში და 21 დეკემბერს ხვდება ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც იწყება მზის კვდომა. მან დაასრულა ერთი სრული ციკლი განვითარებისა და კვდება. დაბრუნდა. და ეხლა რით შეიძლება ჩვენ მივხვდეთ, რომ იგი კვდება და რაღაც ახალი წლის, ეხლა საჩვენოს ინტერნეტში არის სწორი ინფორმაცია გავრცელებული, ზოგიერთი ამბობს უკვე და დაიბნა ხალხი, იმიტომ მეზობლების მეკითხებიან 21-ში არის ახალი წელია. არა, ჩემო კარგებო, კარგად მინდა გაგებინოთ რა ხდება. ესე იგი 21-ში ეს არის ძველი წლის გაცილების პერიოდი, როდესაც ჩვენ ვაცილებთ ძველ წელიწადს და ამას თავისი რიტუალი აქვს, ამაზე მე ვისაუბროთ რა რიტუალი აქვს და საქართველოში იყო ეს რიტუალი პირველ რიგში და რა ხდება, ესე იგი აქ მადლობას უხდით ყველაფრისთვის, იმიტომ რომ მზემ გავიარა ერთი წრე და მზეს როგორ აკეთით ამოსვლის და ჩასვლის პერიოდები აქ ყოველთვის სხვადასხვა. ყოველ დღე თავშეთ სინათლე ემატება ხო? ესე იგი აქ უკვე ამოსვლა ჩასვლის შორის განსხვავება. მერე აკლდება ეს სინათლე დღეღამეს და აქაც განსხვავება ამოსვლა ჩასვლასთან დაკავშირებით. აი ზუსტად 21-ში იგი ჩერდება და დაახლოებით 3 დღე ერთა ამავე დროს ამოდის და ჩადის. ანუ არავითარი კლება და მატება არ არის და დამოკიდებულია უკვე რას ქვია თებერვალზე, როგორი გვაქვს ჩვენ ნაკიანი თუ არა, წელიწადი ამის დამხევით ან 24-ში, ან 25-ში უბრალოდ მეტად 4 წელიწადში ერთხელ 25-ში. ანუ მომდევნო თებერვალი როგორი გვაქვს თუ ამ წელს? აი როგორი იყო იქამდე, მაგრამ ნაკიანი იყო თუ არა, ხო? ამაზეა დამოკიდებული ან 24-ში, ან 25-ში ჩვენ უკვე ხედავთ რომ მზემ თუნდაც ერთი წუთით მოიმატა, ანუ სინათლე მოიმატა, ანუ მისი ხანგრძლივობა ასე გესნიშნავს იმას, რომ 21-ში კვდება ძველი მზე, გვემშვიდობება, ანუ თავდება ახალი წელი, ბუნება გვეუბნება ამას და იწყება ახალი წლის ჩასახვა. რით? ახალი მზე იბადება. და აი სხვათა შორის აი სწორედ დღის მომატება ამას ნიშნავს და 25-დან უკვე შემოდის ახალი მზე, იმიტომ რომ უკვე მატება აშკარად, ასე ვთქვათ, სინათლისა. ეს იყო ყოველთვის ახალი წელი ჩვენთან. 31 ვერ ამიხსნა რასთან არის დაკავშირებული, მინდა გითხრათ. და აი ეს რაც ბუნების კანონი და სამწუხაროდ ამას წარმართობა დაერქვა მერე და ეს წარმართობა კი არა, ეს არის რეალური ბუნებრივი კანონების მიხედვით ცხოვრება. 25-ში სადაც დაბადებულია ყველაზე დიდი სულიერი ოსტატების მთელი კოჰორტა. იესოდან დაწყებული, ზარათუსტრათი დამთავრებული, ყველა 25 დეკემბერს არის, იმიტომ რომ განსაკუთრებული დღეა, ეს არის ახალი დაბადება, ეს არის ახალი წლის დასაწყისი, ხო? ამიტომ 21 რით არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მადლობა გადავუხადოთ წინა წელიწადს და როგორ ვუხდით ახლა რა რიტუალით. ჩვენ ძალიან აქვს. ზევიდან, ესე იგი ვაფარებთ ჩვარს, ოდნავ ისე რომ ხმარი იყოს წკრიალა. საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ დავდივარ ჩვენ სახლში ოთახებში და მადლობას ვუხდით წინა წელს. კარგი იყო ხო კარგი? ცუდი იყო, მithovებით უკეთესი. აუცილებლად უნდა გადავუხადოთ. ანუ თავისუფლდებით წარსულიდან. რა საკვირველია? ჩვენ თავისუფლდებით
შეიძლება ძველი რაღაც კარმული ვალებისგან, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. ეს არის კარმული ვალების გასტუმრება, რაღაც ადამიანმა არასწორად აკეთა. ეს დაუგროვდა, წელიწადი გაუხდა ცუდი და ამისგან ტკივილით განთავისუფლების წელიწადი იყო. ჩვენ ამით ვანთავისუფლებთ ამ ტკივილით ამ პრობლემით ამ ჩვენ სულს და ესე იგი გვეძლევა საშუალება ახლებურად განვითარდეთ, ხო? ამიტომ მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის და 25-ში უკვე რას ვაკეთებთ, როგორც კი მზე ამოძრავდება და ახალი ციკლი იწყება. მივესალმებით ახალს. ასაკურველი აღონდ როგორ ხსნით ამ ჩვარს და საათის წრის მიმართულებით დავდივართ ჩვენს ოთახებში და ვეგებებით ახალ წელს ყველას უსურვებთ ბედნიერება, სიხარულს, ხვალ და ბარაკას. ძალიან დავინტერესდი. 21-ში დავიმშვიდობეთ წარსულს გამთავისუფლებას. ანუ დღეს. ხო. ამას შემდეგ მე ვხვდები რომ ყველაფერს გააკეთებ. და 25-ში ვეგებებით ახალს განთავისუფლებულები და იმედიან. აი ეს 4 დღე რა. ეს 4 დღე არის ახალი. აი ეს მაინტერესებს. ზის ფორმირების პერიოდი. აი ჩათვალეთ რომ ქალი ფეხმძიმდება ამ დროს და მიდის ეს 9 თვის მაგივრად აქ არის 3 დღე. როცა მზე იწყებს ფორმირებას და 25-დან უკვე გვეუბნება მე მზად ვარ დაიწყო ახალი ციკლი ერთწლიანი განვითარებისა მიხვდით და ამიტომ აქ უკვე სიხარულით აქ უკვე ხდება სხვა შორის ძალიან კარგია დღეს პატიება აი თუ ვინმესთან რაღაცა პრობლემა გაქვს ჩვენ ვაპატიოთ თუ რო გვაპატიოთ ჩვენ და ის ჩვენ ვაპატიოთ და იმათაც ვაპატიოთ და ეს 3 დღე აცხობ ნამცხვარს და ჩვენ გვეპატიჟებით ჩვენ ემზადებით ხო ემზადებით ძალიან კარგია მიტევებისთვის პატიებისთვის აქ იყო დიდი დღესასწაული იყო ცეკვები სიმღერები ერთმანეთთან გადატანა რაღაც აკეთებდნენ ნამცხრებს რაღაცას და დედი ამბები იყო და რაც თორე აი ყველას ვეუბნები ილოცეთ ოღონდ ისე გია ჩვენ და ილოცეთ დალოცეთ ხვებით. რა თქმა უნდა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დღეები ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი 25-ში თუ მაინტერესებს ამ დღეს დაბადებული ადამიანი, ჩემი შვილი არის 25 დეკემბერს დაბადებული და ამიტომ ძალიან მაინტერესებს ამის ეხა უყურე წარმოედგინე ხა ნანა ჩემო კარგო ესე იგი იხსნება პორტალი დღეიდან 25-ის ჩაფრეთ გახსნილია. საუკეთესო დროა როგორც ლოცვისთვის ასევე ჩათქმისთვის. აი რაღაც სურვილების ჩათქმა გინდათ ხო? აი დღეები გამოიყენეთ ძალიან კარგია. 21-დან 25. დაიწერეთ რა გინდათ რომ მოხდეს ხო? დაუშვათ ფურცელზე და ახალ წლამდე 31-მდე მაინც ეს ყველაფერი სამჯერ დღეში წაიგეთოთ. რომ მოხდეს აკუმულაცია დადებითი ენერგიისა, მაგრამ 25-ში კიდევ ერთხელ გეუბნებით 25 რა არის ნუმეროლოგიით 2 + 5 არის 7. 7 არის საკრალური რიცხვი, ხო? უფლის რიცხვი. ამიტომ აქედა გამომდინარე, ეს არის ძალიან ძლიერი ადამიანების დაბადების დღე, რომელსაც აქვს საშუალება რომ დიდი ცვლილებები შეიტანონ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიაში. სხვა საქმე ისინი ამას გააკეთებენ თუ არა. გასაკვირია რამდენია დაბადებული 25-ში და ყველა იესო არ არის და ყველა ზარათუსტრა არ იბადება, ხო? გასაგებია ეს დამოკიდებულია ოჯახზე, გარე პირობებზე, მათ შინაგან სტრუქტურაზე, რამდენად ვითარდებიან და ასე შემდგომ, ხო? მაგრამ თავარი ისაა რომ პოტენციალი უზარმაზარია ეს ადამიანში ჩადებული, მათ შორის სულიერი კუთხე და მინდა გითხრათ 2025 სულიერი განვითარების წელიწადია. ანუ აქ ჩვენ პირდაპირ გვეუბნება კოსმოსი, გასაგებია რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მატერიალური სამყარო, ფული და შემდგომ, მაგრამ ის უნდა გადავიდეს უკანა პლანზე. წინა 60% დროის ენერგიისა ეთმობა სულიერებას, სულიერ განვითარებას და 40% მხოლოდ მატერიალურ სახსრებს და არა სხვანაირად. ამიტომ მე იმედია რომ თქვენი შვილი 25-ში დაბადებული საკმაოდ წარმატებას მიაღწევს და რაღაც ყავს დატოვებს სამყაროში თავისი დადებითი მოქმედებები და სიყვარულით უპირველი სკოლისა. და ესე იგი 25-ში ჩვენ პირველ რიგში ჩემოკარგებო უკვე შეგვიძლია შევეგებოთ ახალ წელს საათის ციფრის მიმართულებით, მიულოცოთ ყველას ახალი წელი და ყველა კარგი უსურვოთ და მე 31-ში გაიმეორებთ ამას და უფრო მეცაც გეტყვით. ახალი წლები ბევრი გვაქვს. მერე მოდის ძველი ახალი წელი და მერე გეტყვით კიდე არ დეტალს. 29 იანვარს იწყება რეალურად წვანე ფერის გველის წელიწადი. ეხლა კი არა, ჩვენ უბრალოდ ეხლა ვიხდით, იმიტომ მე ვის გაახსენდება 29-ში კაცმა არ იცის და სინამდვილეში მე-13 ახალმთვარეობაზე აღმოსავლური კალენდრით შემოდის სწორედ ახალი წელი აღმოსავლეთში. და ეს არის 29 იანვარი. ეხლა გაახსენდება 29-ში ეს ამბავი და უცებ გამიჩნდა ერთი ესეთი კითხვა. არ ვიცი ოდესმე ვინმეს დაუსვია თუ არა თქვენთვის ეს კითხვა. ახალ წელს როგორ ხვდებით? მე სუფრასთან დალევით და ერთი პირველში ოჯახში. დავიწყოთ ეს ტრადიცია გვაქვს და ამ ტრადიციას ვერაული გვერდს ეს ერთი. და მეორეც ერთი, რასაკვირია ხა დალევა რას ნიშნავს? დალევა თუ ჩვენ სუფთა ქართულ დალევას გულისხმობთ, არა იმას რაც მიღებულია სმა რომელიც უნდა წაგაქცევს მე რა გვერ წარმომიდგენია არა ნორმალური კარგ მithmetes თუ კარგი ადამიანები არიან ხო ნორმალურად რომ დალევ და მithmetes ქართული ღვინო ეს არის ელიქსირი სიცოცხლის სახლში დაწურული
რას ლაპარაკობ? არ უნდა დალიო ისე რომ დაკარგო ტვინი და დაკარგო სისულელები იძახო, ხო? ეს სმა არ არის, ეს არის უკვე ჩასხმა. მე ჩასხმის წინააღმდეგი ვარ. სმა რასაც ქვია ქართული. აი ჩემო კარგებო, მე მიქეიფია ცხონებულ კოტე მახარაძესთან, თემო ჩირგაძესთან, ძალიან დიდ ასე თქვა თამადებთან და აი მათი იუმორი, მათი იგავარაკები, მათი საინტერესო, აი საოცარი ინფორმაცია მოწოდებული სუფრაზე ზუსტად სადღეგრძელო და დღემდე მახსოვს. ეს ამიტომ არის ბევრმა არის ეს ჩემმა სტუდენტებმა არის არც ამბობ ჩვენი აკადემია სუფრისა. რა აკადემია? აი რა დალევო. არა, ესე არ იყო. რა თამადების ინსტიტუტი იყო ცალკე. დიდი ტრადიცია. ერთი შეკითხვა მაქვს. მე ვნებოდ ჩემ პედაგოგი მე ვნებოდ მახსოვს რომ თემიკო ჩირგაძე როდესაც არის თამადაო იქ ხმაც არის მის თემში. ჩანგლის დანის იმდენად გასასულები. მე ინფორმაციულად ჩემო კარგო იმდენ რამეს გაიგებდი. ისეთი საინტერესო იყო, ისეთი აღმოფრენით მოდიოდი რა და თან რას თავი არავინ არ გაძალებს. აი ეს არის ქართული სუფრის მთელი აი ჩასხმას ადგილი არა. და დაგაძალო შენ რამდენი გინდა იმდენი მიირთვი. როცა კარგი ღვინოა, კარგი საზოგადოება, კარგი სუფრა, შენ არაფერი არ გაწყობს. ერთი შეკითხვა მაქვს. აბა გისმენ. ჩვენ საახალწლო თუ რელიგიურ თუ საერო დღესასწაულები ახალ წელთან დაკავშირებით და რა თემაზეც ბუნიობაზე დღეს საუბრობთ. ძალიან ბევრი ტრადიცია გვაქვს თოფის როლის, მეკვლეობის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეტნაკლებად ამით ვცდილობთ განწყობა შევიქმნათ, ასე ვთქვათ, მაგრამ წაღან თქვენ ახსენეთ რომ აი ჟინჟილაკებით მადლობა გადაუხადოთ, მე ახალი მივიღოთ, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ისე რომ აი რაღაცნაირად დავგეგმოთ მომდევნო კარგი წარმატებული წელი. რა გავაკეთოთ ამისთვის? აი რამე რიტუალები არსებობს დამატებით, აი რაც ჩამოთვალე იმის გარდა. რიტუალები ჩემო გარდა ლოცვის ახლა ჩვენ ვიცით მაგალითად მე არაერთხელ გამიკეთებია სიუჟეტი გურული ქალის ლოცვა. ეს არის წარსასწაული რაღაც. ხო, კარს უკან მდგომიო შემოდიო და აი ძალიან კარგია და ყველანაირი ლოცვა, მაგრამ აი რიტუალურად როგორ შეიძლება ამ დღეს? უმთავრესი რასაკვირველი არის ლოცვა. ლოცვა არა ისეთი ჩვენ თან რო აკეთებენ რაღაცა ეკლესიას დაინახავენ რაღაცა და გაიქცნენ სხვაგან რო არის. არა, ეს მექანიკური ლოცვა. ნამდვილი ლოცვა, როგორც ჩვენ ყვები, მედიტაციური ლოცვა ქვია მაგას სხვანაირად. ეს ერთი, მაგრამ არის კიდე სხვა რიტუალებიც, მაგალითად სანთელთა მშობა. სანთელი რა არის? სანთელი არის ცეცხლის სტიქია, ხო? რატო იყენებს ეკლესიები? თუ ცეცხლი არის საუკეთესო გამწმენდის საშუალება. შესაბამისად, მაგალითად ამ წელს მაგათ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ 3 ცალი სანთელი, ოღონდ ფერებია მნიშვნელოვანი. თორემ რადგან ეს წელიწადი უკვე მომტანეთ ხის სტიქიას განეკუთვნება. ნახე როგორი ბუნებასთან კავშირები გვაქვს სულ. ანუ წელიწადი უკავშირდება ხის სტიქიას. ხის სტიქია ნიშნავს რას, რომ ეს წელიწადი გვაძლევს ხის ფერებს პირველ რიგში. მწვანე, ყველა მისი კომბინაცია, ყავისფერი, ყველა მისი კომბინაცია, კრემისფერი, ბეჟი, ყვითელი, ოქროსფერი და რას ასდოებს ხეს ბუნებაში? წყალი. წყლის ფერები, ლურჯი და ცისფერი. ამიტომ ეს ყველა ფერები არის ყველაზე აქტუალური, ხო, ახლა ამ პერიოდში. შესაბამისად, სანთელსაც ვიღებთ ამ ფერებში. არა წითელი. არამედ ან მწვანე, ან ყვითელი, ან ლურჯი. ან ყავისფერი, ახლა თუ არის, ხო, კარგი. კი ბატონო, ხო? და რას ვაკეთებთ? ესე იგი, სამ სანთელს ვანთებთ და აუცილებლად ჩაუთქვავთ ჩვენს სურვილებს. რა გინდათ რომ მოხდეს მომავალ წელს? ეს ერთი. ეხლა როდის ვანთებთ ამ სანთელს? ეს შეგვიძლია ჩვენ უკვე 25-ში დავანთებთ. 25-ში უკვე ახალ წლის დაწყებასთან ერთად თქვენ ჩაუთქვავთ აი ამ პირველ გრადუსშია უკვე აი ამომავალი მზე გამოცოცხლებული და აი აქ უკვე აძლევთ. იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ შეგიძლიათ რაღაცა დაგეგმოთ, რაღაცა დასახოთ, რაღაცაზე ილოცოთ, რაღაცაზე ჩაუთქვათ. 25 რიცხვი, ამიტომ არის განსაკუთრებული საკრალური, განსაკუთრებული ადამიანების დაბადების პერიოდია, ხო? ამიტომ აქ განსაკუთრებული ენერგია მოდის და აი 21-დან 25-ის ჩათვლით ეს დღეები არ უნდა დავკარგოთ. დაუშვათ რაღაცის მოფიქრება გინდა, რაღაცა იდეა, პროექტი, რაღაც აი მომავლისთვის. აი 21-25 საუკეთესო დღე. 25-ში მიზნად უნდა დავისახოთ, რომ 25-ში უკვე უნდა ჩვენ ეს რიტუალი ჩავუტაროთ. ერთი კითხვა მაქვს, აი თქვენ ამბობთ ლოცვა. რამე განსაკუთრებული ლოცვა არსებობს ესეთი თუ ჩვენი სიტყვებით? არა, ჩვენ გვაქვს გადასწორებული ლოცვები, მათ შორის მამაუჩვენო, ოღონდ ნანა, ხარისხი. ჩვენ შეიძლება შეიძინოთ ზეხვი. ზოგი იქნება ძალიან კარგი, ზოგიერთ საშინელ მოგწამლავს, ხო?
თავარი არის ამაზე ხარისხი ლოცვისა ამ დროს სხვაგან არ უნდა გქონდეს გონება ეგ რაღაცაზე არ უნდა იფიქრო ხო სამწუხაროდ ძალიან რთულია ეგ იცი გამოსტილი მაგრამ ძალიან რთულია რომ გონება მოიკრიბოს არ მოგცემს უბრალოდ მექანიკური ლოცვა არაფრის მომტანი არ არის სამი სათელის ამბავი გავიქეთ ახლა კუთხეების მიხედვითაც ბევრი ტრადიცია გვაქვს მსგავსი მაგალითად როდესაც გურულები დილით ჭიდან წყალს ამოიღებენ და აივანს მორეცხავენ მაგალითად ხონჩათი და აი გამრავლდეს წიწილა საკონელი მეურნეობა აი ამ კუთხითაც გითხარით რიტუალები ვიცით ჩვენ აი საკონელს სხვათა შორის გოდერძი რატო იყო საცივი განსაკუთრებული მნიშვნელობის დეკემბერი იანვარი და თებერვალი აი სამი თვე განსაკუთრებით ქართველებს მეტ საქმე არ ქონდათ მაგრამ საცივზე ქონდათ ეს კონცენტრირება აი რატო იმიტომ რომ ექსპერიმენტი ჩაატარეს მეცნიერება საცივი ერთნაირად მომზადებული აი დეკემბერი იანვარში და ივლისს აგვისტოში აბსოლუტურად სხვადასხვა ეფექტს გვაძლევს ანუ გემოსვასაც არა მარტო გემო რო იყოს რა გვიჭირდა აბა ზაფხულში უფრო მალე ამჟავდება ზაფხულში მაგაში არ არის საქმე აქ დაკვირვება იყო საინტერესო თოვლი მოდის უკვე ინდაურს რო აჭმევენ თოვლში და იქიდან იღებს საკენკს რაღაცა ხდება მის ორგანიზმში სასწაული ანუ იქედან მერეს დამზადებული საცივი იმინდაურიდან გვაძლევს იმუნიტეტის 5-ჯერ 6-ჯერ აწევის საშუალებას. ანუ ქართველებმა ნახერად ჩადეს დამცავის საშუალება ყველა სახის ინფექციებისაგან ზამთარში ბუნებრივი გზით. ანუ იმუნიტეტის 5-ჯერ აწევით ყოველგვარი წამლების გარეშე. ამას ემატება ქართული ღვინო, სახლში დაწურული, რომელიც 250 ფერმენტია წითელ ღვინოში, ხო? 150 არის თეთრ ღვინოში ფერმენტი. ეხლა ამას კიდე საცივი რომელიც 5-ჯერ გიწევს იმუნიტეტს, მაგრამ ზაფხულში იგივე მომზადებული არ გაძლევს, არ გიწევს იმუნიტეტს. მეხდი, აი ეს იყო დამცავის საშუალება და ესეთი იმდენი გვაქვს. ჩვენ ახლა შეათვისაც საინტერესოა, შეათვისაც გიყვართ ისტორია. აი ეს კუთხეები რომ მოიაროთ, აი დეტალები, აი კახეთში სხვა პრინციპებია, რაჭაში ცოტა სხვა პრინციპებია. რა იყო ამაში ჩადებული? იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაგვეკარგა ისტორიული ეთნოგრაფიული პრინციპები. თუმცა ბოძინაყი და ჩურჩხელა, მაგალითად ზაფხულში არასოდეს არ არის ისეთი გემრიელი, როგორც ზამთარში. ალბათ ამაშიც რაღაცა გემოს, მაგრამ ბატონმა მიხელმა თქვა ყველაზე მთავარი რამ, როდესაც აი ღვინოზე ლაპარაკობდა და არა ჩასხმა. ზომიერება ყველგან დასაცავად. აბა, არასოდეს ქართველი, იცი რა, ჩემ სტუდენტებს დღემდე უხსნი, არ ესმით ეს. რას ქვია ქართული, რატო იყო აკადემია? ქართული სუფრა. ჯერ ერთი მეუბნების საწყის, ხო და მე ვისმენენ აი ესე თვალებით. ჯერ ერთი ქართული სუფრა არასოდეს არ იყო მართკუთხედი. ყოველთვის იყო ოვალური. რატო? რატო იყო ოვალური? მეც საქმე არ ქონდათ ქართველებს, იმას უკიდე გამოჭრა უნდა ამ სუფრას ოვალურ ზონეს აი ნახეთ, აი აგერ არის მშვენიერი სქემა, როგორ მოძრაობენ პლანეტები, ხო? აგერ არის ხა იქ. ხო? ოვალზე მოძრაობენ. დაგვერდით, ოვალი გვაძლევს პერპეტუმ მობილეს. ანუ იქ სიჩქარე არ ჩერდება, ოდნავ შეჩერდება წავა. შეჩერდება წავა. ეხლა სიჩქარე არ გეკარგებათ და თან რგვალი ინახავს ენერგიას. თავი რატო გვაქვს რგვალი, რატო არა მართკუთხედი? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სერიოზული ორგანო, რომელმაც უნდა შეინახოს მთელი თქვენი ენერგია, მაგრამ თითებიდან ენერგია გვეკარგება. ამიტომ რატოა როცა იოგები ვარჯიშობენ, მაგალითად ყველაფერი ჩაკეტილი აქვთ, დახურული, ხო? რომ ენერგია არ დაიკარგოს. ქართული სუფრა იყო სიყვარულის გახსნის ადგილი. ანუ თქვენ როცა რაღაცას ადვეგძელებთ ადამიანს, ხო, რაღაცას კარგს უსწრებთ, თქვენ ხსნით გულს. და ის არ უნდა დაიკარგოს ეს ენერგია. 10 კაცი ვზივართ, ხო? ეს ენერგია ტრიალებს ამ მოვალზე და თითოეულ თვეთაგას ასაზრდოებს ჩემი სიყვარულის ენერგიით. ამიტომ უამრავი ადამიანი სახში აქვს უზარმაზარი 4 კუთხედი, მაგითა გამოცვალე და გამრგვალი. სულ სხვა кейფი გეკნებათ ამირს უნდა. აი, ჩემთან მოსულან ადამიანები თავი მტკივა, წამალი მომეცი ვეუბნები ხშირად არ გიდა. ცოტა ხანი დაიქჩერდი, ახლა დავიწყებთ кейფს, არ დაგჭირდება არაფერი. მიდიან როგორიც არც თავით კი არაფერი გადასწარებ განწყობაზე იმიტომ რომ ამ ენერგია 10 კაცი თუნდაც რომ მოგესიყვარულება წარმოიდგენია რა სიყვარულის ენერგია ტრიალებს რომელიც არ იკარგება ეს ქართული ტრადიციებია შემოკარგება უდიდესი
უკაცრავად გავწყვეტინებთ, მაგრამ ისე ვერ გაგიშვებთ, რომ ძალიან მოკლედ არ გაგვიკეთოთ შეჯამება და 2025 წლის აი სულ პატარა პროგნოზი, როგორი წელი მოდის და რა გველოდება აი ამ წელს. ეს ცოტა მოკლედ. ხო, ვაკეთოთ ამის თქმა. სამყაროში ხდება გადატვირთვა ჩემო კარგებო ენერგიებისა, იმიტომ რომ დედამიწა დაიღალა ამდენი რაოდენობის უარყოფით ენერგიით, რაც მას ადამიანმა საუკუნეების განმავლობაში დაეყარა. ამიტომ ხდება დედამიწის გადატვირთვა და იზომება შუმანის შკალით ჰერცებში მისი ენერგოვიბრაციული მუხტი, თავისი ენერგოველია, დედამიწა ცოცხალი არსებაა, თავისი შესუნთქვა, ამოსუნთქვის ზონები აქვს. და აქედან გამომდინარე, ის ახლა იწყებს ამ უარყოფით ენერგიისგან განთავისუფლებას. რაც იწვევს კატაკლიზმებს, გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის ბრძოლას და 1000 სხვა სახის პრობლემებს, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ეს არის სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებული. თუ იყო აი მეცნიერებმა უკვე იციან 40 ჰერცი დედამიწა 10 წლის წინ, ახლა არის 50 ჰერცი. ანუ მან აწია თავისი ენერგოვიბრაციული მუხტი. ადამიანსა და დედამიწას ენერგოვიბრაციებს შორის ყოველთვის იყო პარიტეტი, ბალანსი. ამიტომ ადამიანი კარგად ცოცხლობს დედამიწაზე და არა მთვარეზე და მარზე. ხო? მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება. ადამიანმაც უნდა ამასთან დაკავშირებით აწიოს თავისი ჰერცული ვიბრაცია, რომ იცოცხლოს. ადამიანი საწავი და კოლელობების, ქურდობების, მამაძაღლობის, ომების, აგრესიის გზით. ესე იგი, მან პირიქით დაწია თავისი ვიბრაციული მუხტი. ესე იგი, დისბალანს ქონის დედამიწის ენერგოველთან, ეს კი სახიფათოა. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება ამან გამოიწვიოს დიდი რაოდენობით სიკვდილიანობა, დაბრალდება ჯანმრთელობას და მედიცინას. და სინამდვილეში ეს მოვლენაა. ამიტომ 2025 არის ერთ-ერთი მთავარი გარდამტეხი. 24-მა დაიწყო ეს პროცესი, დაიწყო აგრესიულად. ამიტომ ხდება მსოფლიო გადატვირთვა. 25-ში გველის წელიწადი ცოტა დაალაგებს ამ პროცესებს და უკვე ივნისიდან ჩვენ ვნახავთ, რომ რაღაცები დაალაგდება, ახალი კანონების შემო, ახალი წესები შეიძლება ახალი დინასტიები შემოვიდეს და უკვე 2026 უკვე სტაბილიზაციის სერიოზული წელიწადი. უღრმესი მადლობა. ეს იყო როგორც საუკეთესო ფინალი ჩვენი. ნამდვილად და ძალიან საინტერესო. იმედიანი და დიდი მადლობა თქვენ აუცილებლად დავიმახსოვრეთ და გაგვახსენდება ეს და დიდი მადლობა გილოთან ეს დამთავრებული ახალ წელს მოვიქცევით სუფრაზე ისე როგორც თქვენ გვეჭირეთ. კარგი, მე მგონი სიამოვნებდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა ზეგრძელობას გისურვებთ. მადლობა.